წმინდა სინოდის ხდომაზე პატრიარქის მდივან რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის და დაცვის სამსახურის თაობაზე საუბარი არ ყოფილა. ამის შესახებ მეუფე ზოსიმემ ჟურნალისტებს განუცხადა, საპატრიარქოში წმინდა სინოდის ხდომა უკვე დასრულებულია. განიხილეს ორი იღუმენიას წმინდანად შერაცხვის საკითხი, უწმინდესის აღსაყდრების 40 წელთან დაკავშირებული ღონისძიებები და დიდი კრების დადგენილება. სინოდის წევრები საპატრიარქოს ამ წუთებში ტოვებენ. განცხადებებს პირდაპირ ეთერში ნათია ქენქაძე გაგვაცნობს. ნათია, გისმენთ. სინოდის ხდომის დასრულების შემდეგ საპატრიარქოში ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაკეთებულა. ჟურნალისტებთან ისაუბრა მხოლოდ წილკნელმა მიტროპოლიტმა მეოფე ზოსიმემ. მისი განცხადებით განიხილეს ხდომაზე რამდენიმე საკითხი, მათ შორის როგორც აღნიშნეთ პატრიარქის საიუბილეო ღონისძიებებთან დაკავშირებით და წმინდანად შერაცხვის საკითხები, ასევე იმსჯელეს კრეტაზე გამართული წმინდა და დიდი კრების დადგენილებაზე, სადაც მეოფე ზოსიმეს განცხადებით არის გაურკვევლობები და ამიტომ ამ საკითხს შეისწავლის სპეციალური კომისია, რომელიც დღეს შეიქმნა. რაც შეეხება პატრიარქის დაცვის სამსახურის და მის ხელმძღვანელის საკითხს, მეოფე ზოსიმეს განცხადებით არ ყოფილა ამაზე საუბარი და ასევე არ ყოფილა საუბარი პატრიარქის მდივან რეფერენტთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხის დაყენებას დღევანდელ ხდომაზე გეგმავდა მიტროპოლიტი პეტრე. მისი განცხადებით ის მთავარ პრობლემად მიიჩნევს საპატრიარქოში არაფორმალურ მმართველობას, ეგრეთ წოდებული რუხი კარდინალების არსებობას, რომლებიც იღებენ თითქმის ყველა გადაწყვეტილებას და მისი თქმით თუ არ მოგვარდებოდა ეს საკითხი, საპატრიარქოში მუდმივად იარსებებდა პრობლემები, ამიტომ სინოდის ხდომის დაწყებამდე მეოფე პეტრე აცხადებდა, რომ ის აუცილებლად დააყენებდა ამ საკითხს, თუმცა რატომ აღარ მოხდა შემდეგ უკვე ამ თემის განხილვა, ეს გაურკვეველია, რადგან მან საპატრიარქო ავტომანქანით კომენტარის გაკეთების გარეშე დატოვა. მომავალ წელს პატრიარქის აღსაყდრების 40 წელს უნდება და ღონისძიებებს იყოს საუბარი, რაც იქნება დაგეგმილი ამ თარიღთან დაკავშირებით. დიდი კრების დადგენილებაზე იყოს საუბარი, იქ არის ზოგიერთი გაურკვევლობანი, დასასუსტებელი და კომისია შეიქმნა ამასთან დაკავშირებით. ალბათ და მეუფე სერაფიმე ბრუნდება. არა, მაგაზე არაფერი არის. ბატონო? არა. თავარი პრობლემა არსებული საქართველოს საპატრიარქოში დღეს არის განუსაზღვრელი ძალაუფლება პატრიარქის მდივან რეფერენტის ქალბატონის ხელში არსებული, რასაც უკავშირდება არსებული პრობლემების შექმნა, ანუ უწესრიგო მდგომარეობა, მის ხელში არსებული ძალაუფლება განუსაზღვრელი აუცილებლად არის თავი ამ ყველა პრობლემებისა. და ეგრეთ წოდებული რუხი კარდინალის მდგომარეობა აუცილებლად არის არსებული პრობლემების და ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი მმართველობა ეკლესიაში სამწუხაროდ არსებული. ეს გახლავთ კერძო მოსაზრება ადამიანებისა, რომ რომის პაპის ჩამოსვლას აპროტესტებდნენ ისინი. ოფიციალური ეკლესიის პოზიცია ცხადია, ეს იყო სტუმარი სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც უმასპინძლა საქართველოს ეკლესიამ, ისევე როგორც სხვა სახელმწიფოს მეთაურებს მასპინძლობს, მიიღო საპატრიარქოს რეზიდენციაში და მიიღო სვეტიცხოველში სტუმრად. ხდომის დასრულების შემდეგ ტრადიციულად ქვეყნდება განჩინება, სადაც არის დეტალურად მოცემული ინფორმაცია ყველა განხილული საკითხისა და გამოტანილი გადაწყვეტილებების შესახებ, თუმცა ამ დროისთვის უცნობია, როდის გამოქვეყნდება სინოდის დღევანდელი ხდომის განჩინება. არის თუ არა შენთვის ცნობილი თავად სინოდის ხდომაზე იყო თუ არა საუბარი დაპირისპირებული სასულიერო პირების შესახებ? ამ დღეებში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ერთ-ერთი თემა დღევანდელ ხდომაზე. მეოფე ზოსიმეს განმარტებით ეს საკითხი არ ყოფილა ვრცლად განხილული, თუმცა სინოდის პოზიცია არის ის, რომ სასულიერო პირებმა ერთმანეთის მიმართ მსგავსი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისგან თავი უნდა შეიკავონ. მადლობა ნათია, საპატრიარქოდან მომბის პირდაპირ ეთერში ნათია ქენქაძე საუბრობდა.